საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობები, სამხრეთ კავკასიაში არსებული სამშვიდობო პოლიტიკა და ორი ქვეყნის როლი შუა დერეფნის განვითარებაში. ეს იმ საკითხების ნაწილია, რაზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილეს. მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრაც გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა საერთო გზავნილები გააშყეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ერთმანეთისთვის სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები არიან. როგორც მთავრობის მეთაური აცხადებს, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. მხარეებს აქვთ მოლოდინი, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ყოველთვის იყო, არის და იქნება აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის და ტერიტორიულთნიანობის მტკიცე მხარდამჭერი. ჩვენი ქვეყნების, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა ქმნის ახალ პერსპექტივებს მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ ვაგვირდებით გლობალურ პოლიტიკურ ცვლილებებს და ეს ცვლილებები კიდევ უფრო მეტად ზრდის შუა დერეფნის მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ გვინდა მივესალმოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას. საქართველოს ხელისუფლების მისამართით მადლობები არ დაიშურა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოს დინამიკურად ვითარდება ეკონომიკური ზრდა კი საკმაოდ თვალსაჩინოა. მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში უცხოელი, მათ შორის აზერბაიჯანელი ინვესტორებისთვის კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო შექმნა. ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გილოცავთ ბატონო პრემიერო თქვენს მთავრობას თქვენს მიღწევებს. თქვენ ხართ გარანტორი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა განვითარდება საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ჩვენ გვიხარია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდა თანმიმდევრულად და დინამიურად. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩვენ ორივე ვუჭერთ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ჩვენი საზღვრების ურღვეობას. ეკონომიკურ სფეროში ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს. ჩემს ვიზიტამდე საქართველოს მასალებსა და სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედეთ ჩვენი თანამშრომლობის და მილიარდობით დოლარი ხარჯება ქვეყანაში ზრდა არის შთამბეჭდავი. პირველი კვარტლის მონაცემები გვაძლევს ამის იმედს. წლის ბოლოსთვის ჩვენ გადავაჭარბებთ რამდენიმე მილიარდს. საინვესტიციო კლიმატი გვაძლევს ამის საშუალებას. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე უნდა დარჩნენ ფოკუსირებული. ალიევმა შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა საერთაშორისო მარშრუტზე, რომლითაც აზერბაიჯანი საერთაშორისო ბაზრებზე ენერგეტიკის ექსპორტს ახორციელებს. რაც შეეხება ენერგეტიკას, მრავალი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი იყო ენერგოუსაფრთხოების სანდო მხარდამჭერი. დღეს ჩვენი ბუნებრივი აირი გადის 16 ქვეყანაში ექსპორტზე, მაგრამ ექსპორტი იწყება საქართველოდან და საქართველოს გავლით. საქართველო არის პირველი ქვეყანა ამ მარშრუტზე, სადაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ასევე შევქმნით, განვავითარეთ და გავაფართოეთ სატრანსპორტო დერეფნები. შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანს და საქართველოს. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტერია, რომლის გაძლიერებასა და განვითარებაზე დიდ იმედებს ვამყარებთ. საერთო ჯამში ჩვენი დღის წესრიგი ძალიან ფართო მასშტაბიანია. მას ემატება ახალი თემები და პროექტები. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ამ ყველაფერს განვახორციელებთ. აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა. ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა. ივანიშვილმა ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოში ნაყოფიერი ვიზიტისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა. გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ღრმა და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობას და სატრანზიტო დერეფნის მაქსიმალურად ათვისების პოტენციალს. ილჰამ ალიევს პრეზიდენტის რეზიდენციაში მიხეილ ყაველაშვილმაც უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში ალიევმა საქართველოს გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ხსოვნას. თითქმის 3 წლიანი პაუზის შემდეგ ალიევის საქართველოში ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს მმართველი პარტია. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ალიევის საქართველოში ვიზიტი ორმაგად მნიშვნელოვანია. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა არის. ორ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მეგობრული, კეთილგანწყობილი
ურთიერთობა უკვე წლების განმავლობაში არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, თუნდაც იმის გათვალისწინებით ახლო აღმოსავლეთში რამდენად რთული მდგომარეობა არის. საბამისად, მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია რეგიონში. უმნიშვნელოვანესი არის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეხება ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, ღრმავებას და რა თქმა უნდა გეოპოლიტიკურ კონტექსტშიც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან კარგია, რომ ურთიერთობები დათბობისკენ და სამშვიდობო ხელშეკრულების საბოლოო გაფორმებისაკენ მიდის აზერბაიჯანსა და სასონხეთს შორისაც. განსხვავებული მოსაზრებები ჟღერდება ოპოზიციურ სპექტრში. ოპოზიციის ერთი ნაწილი ქართული ოცნების მსგავსად მნიშვნელოვანს უწოდებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილს გარკვეული კითხვები აქვს. მათი შეფასებით ქართული ოცნება შეხვედრებზე მკაფიოდ არ აფიქსირებს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს. ქართული ოცნება მიუხედავად საკუთარი გამოძბებული შეხვედრებისა ალიევის ხელისუფლებასთან არასოდეს არ გვეუბნება მკაფიოდ თუ რა საკითხებს განიხილავს, ლობირებს თუ არა რაიმე კუთხით ეროვნულ ინტერესებს და ძალიან კონკრეტულად ლობირებს თუ არა რაიმე კუთხით გარეჯის საკითხს, რომელზეც თვითონ ქართულმა ოცნებამ ჩვენ გვახსოვს აწარმოა პოპულისტურ დემაგოგიური ვითომ ნაციონალისტური კამპანია და ეს არის კიდევ ერთი ძალიან კარგი დასტური იმისა თუ როგორ არა ეროვნული, არა სუვერენული და არა ნაციონალისტურია ქართული ოცნება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტი არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის ენერგეტიკული თვალსაზრისით გადის ხელშეკრულებას ვადა გაზის სოციალურ ტარიფზე და მნიშვნელოვანია ეს საკითხი და მათ შორის მნიშვნელოვანია რეგიონალური პოლიტიკის მიმართულებით თანამშრომლობა აზერბაიჯანთან. თუმცა ქართული ოცნების მხრიდან წარმოჩენა ამ ვიზიტის როგორც მხარდაჭერა ქართული ოცნების მიმართ არის რა თქმა უნდა არასწორი. ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტი ჟურნალისტ ავგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევებას დაემთხვა. განიხილეს თუ არა აღნიშნული საკითხი საქართველოს ხელისუფლების წევრებმა ალიევთან შეხვედრის დროს ჯერჯერობით უცნობია.